მოგესალმებით ყველას, მიხეილია თქვენთანზე და ჩემი არხია YouTube-ზე Mikhail HD. პირველ რიგში მინდა დიდი ბოდიში მოუხადო ჩემს subscriber-ებს. ძალიან დიდი ხანი მომივიდა პაუზა ვიდეოებს შორის. მინდა გითხრათ, რომ ძალიან დაკავებული თვე მქონდა. ამჟამადაც იგივე სიტუაციაში ვარ, მაგრამ უკვე შევეცდები ჩვეულებისამებრ დავდო ხშირად ძალიან კარგი ვიდეოები, ძალიან საინტერესო ვიდეოები. კიდევ ერთხელ ყველას დიდი ბოდიში, ჩემს subscriber-ებს და უკვე ჩვეულებისამებრ ჩვეულ რიტმში გავაგრძელებ ჩემი ვიდეოების დადებას და ნუ გონიათ რომ ეს არხი გაუქმდა, ან მე ვიღაცაზე გავბრაზდი, ან ვიდეოებს აღარ ვიღებ, ან აღარ ვდებ, არა, ჩვეულებრივად ვაგრძელებ, უბრალოდ ეს თვე ძალიან დატვირთული მქონდა და ეხლა კი ჩვეულებრივად ჩავდექი უკვე რიტმში, წყობში და გავაგრძელებ ვიდეოების დადებას. დღეს მე მინდა შემოგთავაზოთ ყველაზე ერთ-ერთი აქტუალური საკითხი, ყველაზე ერთ-ერთი აქტუალური კითხვა და მინდა გავცე ამ კითხვაზე პასუხი. ბევრი კითხულობს კომენტარში, ბევრი ითხოვს დავდო ვიდეო როგორ ჩავწეროთ სკრინი Android-ზე. ჩვენს Android ტელეფონებზე სკრინის ჩაწერა, როგორ ხდება, რა პროგრამით და ასე შემდეგ. მე შემიძლია გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, რა პროგრამით ვიწერ პირადად მე და რა პროგრამა შეგიძლიათ თქვენ რომ გადმოიწეროთ და გამოიყენოთ სკრინის ჩასაწერად. მოდით დავიწყოთ. ჩავთოთ ჩვენი ეკრანი, რა თქმა უნდა, პარალელურად ვიდეოში ნახავთ ჩემ ეკრანს, გაშიარებული მაქვს, ვიწერ ავტომატურად ამ ეკრანს და პირველ რიგში მინდა გირჩიოთ ყველაზე აქტუალური, ყველაზე გავრცელებული და ყველაზე მაგარი დღესდღეობით უფასო პროგრამა, რომელსაც ქვია iLossi, გნებავთ და არ ქვით iLossi, არ ვიცი, მოკლედ აი ესე შევიდეთ ჩვენს Play Store-ში. რაც შეეხება Play Store-ს, თუ თქვენ არ გაქვთ გახსნილი Play Store-ი, აი ესეთი ფუნქციონირებადი, სრული და არა შეზღუდული საქართველოს რეგიონისთვის, არის ლინკი ამ ვიდეოზეც, ესე, ან ესე, არ ვიცი, სადღაც დაიდება ეს ლინკი და შეგიძლიათ გადახვიდეთ ამ ლინკზე და ნახოთ როგორ გავხსნათ აი ესეთი სრული ამერიკული Play Store-ი. აღარ დავიწყებ ამ საკითხზე საუბარს და გადავალ პირდაპირ იმ პროგრამაზე, screen recorder-ზე, როგორ დავაყენოთ და როგორ გამოვიყენოთ ჩვენი screen recorder-ი. ჩავწეროთ search-ში iLossi, I-L-O-S და გავუშვათ ძებნაზე. პირველივე, რასაც მოგვიძებნის ჩვენი Google Play, ეს არის iLossi Screen Recorder და 5.0, ანუ ეს არის მისი ვერსია და მოდით წავიკითხოთ from your recorder to record videos from Android 5.0 Lollipop All-Rater. ანუ iLossi იწერს screens 5.0 Lollipop-ი და უფრო მაღალი Android-ებისთვის. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ აი ეს იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაქვთ 5.0 Lollipop-ი Android ვერსია, შეგიძლიათ ჩვეულებრივად გადმოწეროთ აი ეს აპლიკაცია და მოდით გადმოწეროთ ჩვენც ეს API, მივცეთ install-ი და მივცეთ accept-ი. რაც შეეხება დაბალ ვერსიებს, დაბალი ვერსიებისთვის screen recorder-ი ძალიან ბევრი მაქვს მე გასინჯული, გადამოწერილიც, დაყენებულიც და მინდა გითხრათ რომ სხვა ვერსიების, Android-ის უფრო დაბალი ვერსიებისთვის screen recorder-ები არის საკმაოდ ისეთი ჭედელა, როგორც იტყვიან, ანუ არ არის დამთავრებული, ეგრეთ წოდებული, რუსულად იტყვიან ნიდაპილინა პროგრამა და მას აქვს რაღაცა ისეთი პატარა ნიუანსები, ჭედავს ხოლმე, bitrate-ები აქვს ნაკლები, მოკლედ არ ვარ დაბალი ვერსიებისთვის, ბევრი ამბობს რომ თუ იმ შემთხვევაში გაქვთ რუთი ტელეფონზე გაკეთებული, მაშინ ის უკეთესად ჩაიწერს და ასე შემდეგ. არის კიდევ დარუთული ტელეფონებისთვის screen recorder-ები.
რომელსაც მე პირადად ჩემთვის რუთი ძალიან ცუდ ასოციაციას იწვევს, არასდროს არ დამირუთია ახალი ტელეფონები ყოველ შემთხვევაში, პირველად როდესაც მქონდა Android-ი, დავრუთე და მივხვდი რომ ძალიან უაზროება იყო ამის გაკეთება, ძალიან ცოტა ისე არა უსაფრთხოც არის ტელეფონზე რუთის გაკეთებაც, ვინაიდან თქვენ აძლევთ აი ამ root პროგრამას ყველა სახის ეგრეთ წოდებულ ნებართვას რომ გამოიყენოს აი ამ root პროგრამამ ნებისმიერ თქვენი API და საერთოდ მთელი ტელეფონი გადადის მის ფლობელობაში ეგრეთ წოდებული და ამიტომ მე root-ს არ ვიყენებ, არ ვაკეთებ ტელეფონზე root-ს და ამიტომაც ვერც ხვალს ვერ ურჩევ, იმიტომ რომ აქ მე მაქვს შენახული სხვადასხვა ბანკის, ანგარიშების პროგრამები და ასე შემდეგ, ამიტომ ვერ იდები ტელეფონის დარუთვას და არც ხვალს ურჩევ. ნუ ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი და მოდით გადავიდეთ უკვე გადმოწერა ჩვენი iOS-ი ჩვენმა ტელეფონმა და უკვე გადავიდეთ სად არის დაყენებული აი ეს ჩვენი პროგრამა. გაერთ რამეს ერთი რამე გავითვალისწინეთ, რომ მე ამჟამად ვიწერ ხა სხვა screen recorder-ით აი ამ ეკრანს და iOS-ის ჩართვას სამწუხაროდ ვერ გაჩვენებთ, როგორ ირთვება, უბრალოდ მე შევალთ ფუნქციებში და განახებთ როგორ უნდა დავაყენოთ ოპტიმალური პარამეტრები ეკრანის ჩაწერისთვის. პირდაპირ აი აქედან მე ჩაწერას ვერ გავუშვებ, იმიტომ რომ უკვე გაშვებული მას screen recorder-ი და მეორე ერთდროულად არანაირად არ მოხერხდება ამის გაშვება და ამიტომ ეს უკვე თქვენთვის მომინდია, რა თქმა უნდა. გავხსნათ ჩვენი iOS-ი და ჩავხედოთ რა გვაქვს მენიუში. აუცილებლად მოითხოვს შესვლას, მაგრამ ნუ ეს შესვლა თქვენზეა დამოკიდებული, გნებავთ დარეგისტრირებით, გნებავთ არა. თუ დარეგისტრირდით უკეთესია და დავაჭიროთ tap to record. დავაჭერთ თუ არა აი ამ კნოპკას, ამ კლიკს, იქვე გამოგვიტანს აი ესეთ მენიუს. ნუ აქ გვაფრთხილებს რომ ეკრანი იწერება და ის რაც კი ჩანს თქვენ ეკრანზე, ნებისმიერ შემთხვევაში ჩაიწერება, ის რაც ისმის თქვენს ირგვლივ და რასაც ლაპარაკობთ, მიკროფონიც ეს ავტომატურად ჩაიწერება და ასე შემდეგ, ნუ ეს არის მოკლე გაფრთხილება, ეგრეთ წოდებული. მე გადავიდეთ option-ებში და ვნახოთ რას გვთავაზობს. ეს არის ჩვენი option-ები და აი ეს კი უკვე ჩაწერის პარამეტრები. მას აქვს მხოლოდ 30 კადრი წამში, აი ეს მოუნიშნოთ FPS-ი 30 კადრი და 4 მეგაბიტით იწერს. ანუ მეგაბიტები ვიდეოში, როგორც იცით, არის ხარისხი, ისე როგორც JPEG სურათში, აი ეს როდესაც გაადიდებთ JPEG-ს, აი კვადრატებს რო იკეთებს, თუ დაკვირებული ხართ, დიახ, ეს არის სწორედ აი ეს პარამეტრები, ოღონდ ვიდეოში უკვე მეგაბიტებით განისაზღვრება. ანუ ვიდეოს ხარისხი მეგაბიტებით, ფოტოს ხარისხი პიქსელებით და ასე შემდეგ. დავაყენოთ 1920-1080-ზე, ნუ ჩემი ტელეფონის ეკრანი არის 2560-1440-ზე, მაგრამ ნუ ამ ეტაპზე არ აქვს მნიშვნელობა. აი ეს show touches არის რომ ანახოს თუ თქვენ აკეთებთ თქვათ რაიმე ტუტორიალს აი აქ ტელეფონზე და გინდათ რომ გამოჩნდეს აი ეს თითის დაჭერის კლიკები რა კნოპკაზე, ანუ რა ლილაკზე ეჭირება თითი, აი ეს ტაჩებიც გამოჩნდება, მრგვალი ესეთი წერტილებით გამოჩნდება კლიკები, თუ გნებავთ მოუნიშნათ აი ამას ავტომატურად და აი შეხედეთ თითის დაკლიკისას, აი შეხედეთ ტაჩები ჩანს, თუ დააკვირდებით, აი 1 2 აი ქრება და თუ გათიშავთ ეს ტაჩები არ გამოჩნდება. ასე გვაქვს აი აქ პარამეტრი microphone audio, ანუ ჩავწეროთ ხმაც გამოსახულებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ესეც დაგჭირდებათ, ხმაც ჩაიწერება ავტომატურად, თუ გათიშავთ, ჩაიწერთ მხოლოდ გამოსახულებას და შემდეგ უკვე ცალკე მიკროფონით შეძლებთ დაადოთ ამ თქვენს ტუტორიალს, ამ თქვენს screen videos ცალკე ხმა.
ეს არის და ეს აი ამ პროგრამის მთელი ღირებულებები და მთელი ფუნქციონალი, ასევე შეგიძლიათ ჩაიწეროთ 1280-720-ით, მაგრამ 10 FPS-ი აქვს, მხოლოდ ამიტომ გირჩევთ ყოველთვის აი ეს high setting-ებით ჩაწეროთ 1920-1080-ზე 30 FPS-ი და 4 მეგაბიტი წამში. ეს არის სულ აი ამ ჩვენი iLOS-ის ღირსშესანიშნაობები და tap to record screen აი ესე და start capture-ს დააჭერთ თუ არა, დაიწყება უკვე screen-ის ჩაწერა. როდესაც გააკეთებთ stop-ს, ავტომატურად დასტოპდება თქვენი ვიდეოს ჩაწერა და შეინახება ავტომატურად თავის ფოლდერში, ანუ გადადოთ თქვენ გალერეაში, ტელეფონის გალერეაში და უკვე შეძლებთ აი ამ ფაილის გამოყენებას. რაც შეეხება პროგრამას, რომელსაც მე ვიყენებ, ეს არის screen recorder-ი, ანუ unlimited screen recorder-ი, აი ეს. თუ თქვენ აკრიფავთ ძებნაში iLOS-ის მაგივრად screen recorders, მაშინ ეგრევე მოიძებნება აი ეს პროგრამა. ეხლა ამისი ცუდი და კარგი. პირველ რიგში ცუდი, ცუდს ვერ დავარქმევ ალბათ. ეს არის ფასიანი პროგრამა, თქვენ ეს უკვე open-ი მიწერი, იმიტომ რომ მე უკვე გადამოწერილი მაქვს, თქვენ შემთხვევაში install-ი გამოჩნდება. ცუდს ვერ დავარქმევ ამას, ეს არის უბრალოდ ფასიანი პროგრამა, ნამდვილად არ მახსოვს რამდენიმე გადახდილი. სადღაც $4-მდე ალბათ, თუ 3 და რაღაც $, ნამდვილად ვერ ვიხსენებ. ცუდი და კარგი. ცუდი მე ჯერჯერობით ნამდვილად ვერ მოუძებნე ამ პროგრამას, ესეთი ცუდი მხარე, იმიტომ რომ ის მუდმივად განახლებადია და ყოველთვის კარგი ფუნქციები ემატება და კარგი, რაც შეეხება კიდევ კარგი და კარგი, უკეთესი ყველაზე კარგი ის აქვს, ერთ-ერთი რაც მომწონს, რომ frame rate-ები დაწყებული ესე 10, 20, 30, 40, 48 უпростоრად 48, 50, 60 და უფრო მეტიც 120-იც აქვს. აი ამ პროგრამას ფუნქციონალში 120 frame-ითაც იწერს, უბრალოდ ეს უკვე თქვენს ტელეფონზე და მის სიძლიერეზეა დამოკიდებული, ის ავტომატურად არ გამოჩნდება თუ ტელეფონის მონაცემები ამას არ უწყობს ხელს და დარჩება მხოლოდ ის frame rate-ი, რომელიც საშუალებაც აქვს თქვენს ტელეფონს. რაც შეეხება ვერსიას, არ მახსოვს root required, ხო, აი ეს root required-ი არის, ანუ თუ თქვენ გააქვთ Android 4.4 და მაღლა ვერსია, მაშინ აუცილებლად ესაჭიროება root-ი აი ამ პროგრამას, კიდევ და კიდევ root-ი, რომელსაც მე კიდევ და კიდევ არ გირჩევთ, მაგრამ ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია, თქვენი საქმეა. ხოლო თუ 5 და 0 lollipop-ი და ზევით გაქვთ Android-ი, უკვე თამამად შეგიძლიათ გადმოწეროთ და გამოიყენოთ ჩვენი აი ეს პროგრამა. ეხლა გაჩნდება კიდევ ძალიან ბევრი კითხვა, როგორ ჩავიწეროთ 4 და 4 და უფრო ნაკლები, თქვათ Android-ი. პირველ რიგში მე როგორც დასაწყისში ვისაუბრე, root-ი არ ვიცი, გნებავთ თუ არა, დააყენოთ ტელეფონებში root-ი, დარუთოთ თქვენი ტელეფონი და მეორე რიგში შეგიძლიათ გადახედოთ აი ამ სხვადასხვა root required აგერ კიდევ ერთხელ, აგერ აქაც იგივე უწერია, ანუ როდესაც Android-ის ვერსია არის დაბალი ტელეფონზე, ავტომატურად გამოდის, რომ ეს ტელეფონი მოძველებულია და მოძველებულ ტელეფონზე შესაბამისად უკვე hardware-იც სუსტია და აი ამ screen-ის ჩაწერას ძალიან დიდი რესურსი მიაქვს, საკმაოდ 3 გიგაბაიტიან ტელეფონებიც კი ხანდახან ოდნავ ჭედვას იწყებენ, ამიტომ აზრიც არ აქვს
ძალიან ძველი ტელეფონებით ჩაწერას. მე მხედველობაში მაქვს თქვათ 5 წლის წინანდელი და ასე შემდეგ. რომელსაც 4.4-ზე ნაკლები, 4.4-ზე ნაკლები ვერსიის Android-ები უწერია. ამიტომ რამდენი კითხვაც არ უნდა გაჩნდეს. პასუხი მაინც იგივეა, რომ ფიზიკურად შეუძლებელია გაკეთდეს ისეთი რაღაცა, რაც ტელეფონს არ აქვს საშუალება. მოკლედ აი ესე რომ ვთქვათ. ამიტომ ეს იყო ჩემი რჩევა iLOS-თან და აი ამ screen recorder-თან დაკავშირებით. ეს არის ის პროგრამა, რომელსაც მე ვიყენებ. კი, რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ აი ამ პროგრამის უფასოდაც გადმოწერა, მაგრამ მას გააჩნია რაღაცა შეზღუდვები, რომელსაც თქვენ თვითონ უკვე მიხვდებით. მე ნამდვილად აღარ მახსოვს 1 წლის წინ მაქვს ეს პროგრამა ნაყიდი და ყველა Android device-ზე უკვე ამ პროგრამით ვიწერ screens და ვიყენებ აი ამ პროგრამას აქტიურად. ამიტომ აი ამ პროგრამის გადმოწერის შემდეგ უკვე თუ თქვენ გესაჭიროებათ პროგრამის ყიდვა, თუ მოგეწონათ, მაშინ უკვე შეგიძლიათ იყიდოთ უკვე ლიცენზია აი ამ პროგრამისთვის. ჯერ აი ამ პროგრამას გადმოიწერთ, ხოლო შემდეგ მენიუში თუ დაგჭირდებათ, თქვათ, მოგეწონათ ეს პროგრამა, უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ. აი ეს არის screen recorder-ის ლიცენზია. აი მე uninstall-ი მიჩანს, იმიტომ რომ ეს არის ცალკე ლიცენზია, რომელიც უკვე ფასიანად ჩაითვლება და როდესაც შეიძენთ აი ამ ლიცენზიას, უკვე თქვენ გექნებათ აი ეს ფასიანი პროგრამა. დიახ, remove adverts, ანუ რეკლამების მოშორება და ასე შემდეგ. აქ არა მარტო რეკლამები ცილდება, სინამდვილეში ფუნქციონალადაც იზრდება. და ამჟამად მე ფუნქციებს ვერ განახებთ, იმიტომ რომ ჩაწერა მიმდინარეობს ჩემ ტელეფონში ამ პროგრამის მეშვეობით და აი ეს არის უკვე აი ამ წუთას ვიწერ მე ამ პროგრამით და შესაბამისად ფუნქციებში ვნახოთ თუ შემიშვა რა შეიძლება რომ გაკეთო. მე მგონი შემიშვა ფუნქციებში. ეს არის ჩვენი აი ამ პროგრამის მენიუ და მოდით ჩავუყვეთ მენიუს minimal interface, ანუ უბრალოდ მე ისეთ ფუნქციებში ვერ შევალ, რაც გამითიშავს აი ამ ეკრანის ჩაწერას და მოდით უბრალოდ გავუყვეთ აი ესე ზეპირ სიტყვებს და მე თანდათანობით აგიხსნით რომელი რას ნიშნავს. Minimal interface, ანუ თუ ამას ჩავრთავთ, აი ამ minimal interface, ეკრანზე გამოჩნდება პატარა წითელი რეკორდერის ნიშანი და დაჭერისას, რა თქმა უნდა, ის ჩაწერისას არ ჩანს, უბრალოდ თქვენ ხედავთ ამას ეკრანზე, ხოლო ჩაწერის layer-ში ეგრეთ წოდებული არ გამოჩნდება არანაირად. ეს არის სად დაასეივოს თქვენი ვიდეო, შემდეგ recording delay არის, როდესაც თქვენ დააჭერთ records, აითვლება აი იმდენი წამი ჩაწერის დაწყებამდე, რამდენსაც აი აქ მივუთითებთ, აი ძალიან დიდი არჩევანია. 20 წამამდე შეგიძლიათ დაყოვნება, ჩაწერის დაწყების დაყოვნება. შემდეგ minimize on record არის, ანუ ჩაწერის დროს რომ არ გამოჩნდეს აი ეს თლიანი ეკრანი, ანუ აი ეს ფუნქციონალი ამ პროგრამის. შემდეგ არის stop on sleep, ანუ თუ ტელეფონმა დაიძინა, ანუ დაბლოკეთ ეკრანი და ჩაქრა ეკრანი, გადავა sleep რეჟიმში და გაჩერდება ჩაწერა, რომ არ წაიღოს დამატებითი მეხსიერება, ან არ დაგჭირთ და არ გადაივსოს მეხსიერება თქვენი ტელეფონის. შემდეგ არის stop on shake, ტელეფონის ესე გაქანავებისასაც გაჩერდება, ანუ ესეთი ფუნქცია, ეგრეთ წოდებული. შემდეგ რეზოლუციები, რაც შეეხება რეზოლუციებს, აი ეს არის 1920 1080, ანუ Full HD, ეს არის აი შემიძლია აუწიო, მე ვთქვათ, 2560 1400, ეს არის ჩემი ტელეფონის ეკრანის განზომილება, შეფარდება, ანუ შემდეგ მოდის video orientation, portrait, landscape, auto, ანუ თქვენც ძალიან კარგად ხვდებით, რასაც ნიშნავს landscape, portrait და ავტომატური, ანუ თვითონ რომ აღიქვას, თუ თქვენ დააყირავთ ტელეფონი, ის ავტომატურად გადავა უკვე ესეთ გვერდულ რეჟიმში, ან თუ გაასწორეთ შესაბამისად. Recording quality, გამოვტოვე frame rate,
60 fps, ანუ 60 კადრი. აი, ჩემ ტელეფონს აქ გამოჩენილი აქვს 80 fps-ი და ზოგ ტელეფონს 120 fps-იც უჩანს, მინდა გითხრათ. და ნუ ეს ტელეფონზე დამოკიდებული ზოგან ეს ფუნქცია საერთოდ არ ჩანს, ან ზოგან ჩანს იქამდე, სადამდეც ტელეფონი ეგრეთ წოდებულად კაჩავს. შემდეგ მოდის recording quality, აი ეს არის მეგაბიტები, რომელიც განსაზღვრავს ვიდეოს ხარისხს. აქ არის 8 მეგაბიტის საშუალება, პრინციპში საკმარისი აბსოლუტურად 8 მეგაბიტი, ძალიან კარგი ხარისხი გამოდის და აი ვიდეოს, როდესაც დავდებ, თქვენ აი გვერდზე ესე ნახავთ აი ტელეფონში ჩაწერილი ვიდეოს ხარისხს, რა თქმა უნდა, ეკრანის გაშიარებას, screen records. შემდეგ არის banner text, აი აქ შეგიძლიათ თქვენი პატარა ლეიერი გააკეთოთ, ან არხის მისამართი დაწერთ, ან ნებისმიერი კომენტარი შეცვალოთ ფერები და ასე შემდეგ, კარგი ფუნქცია ძალიან. და record sound, ანუ ეხლა მე შემიძლია მიკროფონიც ჩავწერო, ეკრანიც ერთდროულად და კიდევ გვაქვს არჩევანი, აი კამერა და მიკროფონი ერთად, ანუ თქვენ შეგიძლიათ გამოაჩინოთ კუთხეში თქვენი თავიც, ანუ ესე gameplay-ის დროს, როდესაც იწერთ კამერით, აი კუთხეში როდესაც ჩანხართ, იგივენაირად შეუძლია აი ამ პროგრამას, ძალიან კარგი ფუნქცია ესეც, სახეს საჩვენს, ემოცია, თუ თამაშს იწერთ და ასე შემდეგ, ემოციას გამოხატავს, რაც თქვენ ძალიან გიყვართ gameplay-ების დროს. და კიდევ გვაქვს საუნდის ხარისხი, ანუ 128 კილობიტი და უფრო ნაკლები და ასე შემდეგ. Record face, ეს არის ის ფუნქცია, რომელიც ჩართავს კუთხეში პატრა კამერა, ანუ წერანაც თქვი. და transparency არის აი ვიდეოს გამჭვირვალობა, size არის small-ი, დიდი, პატარა, large და ასე შემდეგ. და ნუ language default-ი, translation-ი გადათარგმნა, ნუ რა თქმა უნდა, არ გესაჭიროებათ. და ეს არის internal media player, ანუ თავისივე პროგრამაში რომ გაიხსნას ჩაწერილი ვიდეო და აპდეიტებიც, ნუ ავტომატურად მოვა. ეს კიდევ ვერსიის ნიშანი. დიახ, ეს იყო ჩემი პროგრამა, რითიც მე ვიწერ Android-ის screens, ნებისმიერი თამაშის, ნებისმიერი ტუტორიალის, ან სხვა რაიმე ეგრეთ წოდებული screenplay-ის, ამითი ვიწერ ზუსტად მე. თქვენ მე შემიძლია უფასოდ გირჩიოთ აი ეს iOS-ი და თუ რა თქმა უნდა გაქვთ Android 5.0 ვერსია და მაღლა. დღეისათვის სულ ეს იყო, გამიგრძელდა ძალიან, მაგრამ ნუ დეტალურად ავხსენი ყოველ შემთხვევაში, რომ არ გაგიჩნდეთ კითხვა. დღეისათვის სულ ეს იყო, თქვენთან ერთად იყო მიხეილი HD-ა. ჩემი არხი YouTube-ზე, შემოგვერთით აუცილებლად, გააკეთეთ ლაიქები, გააკეთეთ subscribe-ები და მე ისევ თქვენთან ვარ და ისევ ვაგრძელებთ ვიდეოების დადებას. დიდი მადლობა ყველას. დროებით ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.